ჩვენ გავიგეთ, რომ ევროკავშირი არის მათივე ტერმინოლოგიით რო ვთქვათ, ქაღალდის ვეფხვი. კი, გავიგეთ, მართალი ხარ, ომმა აჩვენა იგი. მათ არაფერი არ შეუძლიათ. კი. გარდა ამისა, ჩვენ ტრამპაც გვაჩვენა სხვა. ტრამპაც გვაჩვენა, ტრამპაც პრინციპს მაგიტომაც გააკეთა ეს ყველაფერი, რომ ეკავდა. გარდა ამისა, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ამას არ ვაღიარებდეთ. ყავს ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ მუშაობენ სხვა ქვეყნების ინტერესების გასტარებლად. და აღმოჩნდა, რომ ანუ მოდი ესე შევხედოთ რა, რომ 2022 წლამდე საქართველოს და დასავლეთს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობდა საერთოდ. იმიტომ რომ ჩვენ ვაშენებდით სახელმწიფოს, გვინდოდა ევროკავშირში შესვლა და შესაბამისად რა პრობლემები არ იყო. საკმარისი იყო, რომ ერთი მიშელის ავატიეთ ხელშეკრულება თუ რაღაც მოლაპარაკება, რომელიც ანტიკონსტიტუციური იყო. რომ წავედით, მე მესმის, იმიტომ წავედით, რომ სხვა გზა არ მქონდა, მაგრამ ამოყარე სახელმწიფო არ შეიძლება ამ გარიგებაზე წასულიო. და მართლაც არ იყო პრობლემა, გეთახმები. და საკმარისი იყო ერთადერთხელ ჩვენ თქვით, რომ ჩვენ ქართველებს გვაქვს ძალიან მძიმე გამოცდილება ომებთან დაკავშირებით. რა გვაქვს. ნახეთ რა არის ომი. არ გვინდა ომი რა. ანუ ხო ხვდებით რა, ანუ იცი რა, ანუ ძალიან მარტივია რა, რომ შეიძლება ხალხმა თქვას, რომ უნდა ომი. ოკეი, მე არა ვარ მაშინ ხალხმა იმ მომენტში თემა მოსახელდა თქო, რომ არ გვინდა ომი. და ეს აღმოჩნდა, რომ ეს იყო ის რის გამო ჩვენ ზუსტად 180 გრადუსით შეიცვალა ჩვენს წინააღმდეგ. უბრალოდ სხვა გზაც არ ქონდა, რომ მაგრად რო არ დამდგარიყავით. არა, შალო, რა თქმა უნდა. და ამ მომენტში აღმოჩნდა, რომ ჩვენ პირველ რიგში რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს მთავრობამ მოუწია სწავლება მთელი რიგი პროცესები. მე პირადად გულწრფელად ვიტყვი რა, თუ რამეთი ახთოვანებული ვარ საქართველოს ხელისუფლებით, ეს არის ის, თუ მათ როგორ მოახერხეს ეს ყველა კრიზისები გადაეტანათ ისე, რომ არ გადასულიყვნენ ავტორიტარიზმში. არა, ხო, მართლა. იმიტომ რომ ანუ რატო ამბობ რა, რომ მე ვიცი, ანუ მთელი ჩემი ცხოვრება ვკითხულობდი ისეთ წიგნებს, სადაც აღწერილი იყო რა არის ავტორიტარიზმი. ეს შენ რო გიყვარს, ეს ლიბერდებილები რომ ავტორიტარიზმს ეძახიან, ეს არ არის დიქტატურას რა. დიქტატურა ჩვენ სააკაშვილის იმას არ ვეძახდით, იმიტომ რომ ეს ავტორიტარიზმი იყო და დიქტატურა. არა, ავადმყოფები არის. იმიტომ რომ ეს მართლა მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ გავიართ და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, რომ ქართულმა სახელმწიფო მოახდინა ადაპტაცია ეკონომიკური მხრიდან. ანუ მე რას ვგულისხმობ? მაგალითად 2019 წელს მახსოვს გავრილოვის ცნობილ მოვლენებამდე საქართველოში ძალიან იზრდებოდა ამ რუსულენოვანი ტურისტების რაოდენობა. სპეციალურად გაკეთდა მე. გაგიჟდა ქართული ოპოზიცია, რომ აი როგორ შეიძლება არა მარტო ოპოზიცია, გახსოვთ ამერიკის ყოფილი ელჩი რომ აღშფოთებული გამოვიდა და მალევე მოხდა ეს ამბავი. კი, ანუ აი როგორ შეიძლება რუსეთად იქცევა. საქართველოსთან გქონდეს რაღაცა რუსეთად იქცევა. ანუ მან უკვე ერთი დეტალი, ახლა დააკვირდეთ რა, რომ ახალი წლის ღამეს ქართულმა ლიბერალურმა გეი ჯიჰადმა, რომელიც ძალიან არსებობს, ხო? მთელი დღე წერდნენ იმას, რომ აი რაღაცა ეს ინდოელები, არაბები როგორ ბედავენ და ქსენოფობები არიან თვითონ. როგორ ბედავენ და ახალი წლის ღამეს როგორ გამოდიან ეს სტუდენტები და აღნიშნავენ თავარ მომენტს. იმას და თავარი მან დეტალი რა არის, რომ ამას გარდა იმისა, რომ მათ მიმართ რომ გავიგეთ, რომ ყოса გეი ფრენდლი ფაშისტები არიან, არანაირი უკუშედეგები არ მოჰყოლია, იმიტომ რომ წლების წინ ამას სერიოზული პრობლემები შეიძლება მოყოლდა და მართლა მაგალითად იგივე სფერო, როგორც არის, რომ საქართველოს აღმოჩნდა სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი წყარო, ეს პროცესიც დაზარალებული იყო. ანუ ჩვენ უკვე გვაქვს უკვე სახელმწიფო პედაგოგის ისა, რომელსაც შეუძლია პრობლემებზე ადეკვატური რეაგირება.